მოგესალმებით. დღეს უნდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც ძალიან გამოგადგებათ მონაცემთა დამუშავებისას. როგორც წესი, ჩემს YouTube არხზე ვიდეოებს ვწერ იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება აქვთ მასწავლებლებს, მოსწავლეებს და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ მოყვარულ ადამიანებს. დღევანდელი ვიდეოს ჩაწერა გადამაწყვეტინა იმან, რომ დამჭირდა მონაცემების დამუშავება. როგორც წესი, ოფიციალური ორგანოები მონაცემებს Excel ცხრილში არ განათავსებენ საჯაროდ. ისინი ძირითადად ამ ინფორმაციას აქვეყნებენ PDF ფაილების სახით. მონაცემთა დამუშავება უმარტივესია Excel ფაილის გამოყენებით. PDF ფაილიდან მონაცემების დამუშავება თითქმის შეუძლებელია. საჭიროა თითოეულ მონაცემის სათითაოდ ამოწერა, ჩაწერა ცხრილში და შემდეგ დამუშავება. არსებობს მარტივი საშუალებები, არსებობს კონვერტორები, PDF-ის გადაყვანა Excel-ში, აწერია რომ უფასოდ ხდება, მაგრამ მას შემდეგ რაც გადაიყვანს ეს აპლიკაცია PDF ფაილს Excel ფაილში, თხოვს რეგისტრაციას და შემდეგ ფასის გადახდას. ასე რომ უფასო მაინც არ გამოდის ეს კონვერტორები. მით უმეტეს, როდესაც გინდა დიდი ფაილის დამუშავება. ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი კონკრეტული შემთხვევა. მაინტერესებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2024 წელს ჩარიცხულთა სიაში საბაკალავრო პროგრამებში რამდენმა აბიტურიენტმა აიღო მაგალითად 100%-იანი გრანტი. თუ გადავალ აი ამ გვერდზე, ვნახავ, რომ გრანტებიც მოცემულია, სასწავლებლებიც, ფაკულტეტებიც, ყველაფერი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი მოცემულია PDF ფაილის სახით. თან არის 675 გვერდი. ვერანაირი აპლიკაცია უფასო ვერ ვნახე ამის გასაკეთებლად, ამიტომ შემოგთავაზებთ ბევრად უფრო მარტივ საშუალებას და ასევე უფასოს. ჩამოვდვერთავ აი ამ ფაილს ჩემს დესკტოპზე, რომ გადაათვალიეროთ, აქ არ აქვს Excel ფაილში შენახვის არჩევანი და შევინახე. მინდა მაგალითად გამოვთვალო, რამდენი 100%-იანი გრანტი გაიცა, რამდენი 70, 50 და ასე შემდეგ. ეხლა დავიწყოთ მეთოდის განხილვა, თუ როგორ შეგიძლიათ PDF ფაილში ჩაწერილი მონაცემების გადაყვანა Excel ფაილში. ამისათვის გავხსნათ Excel ფაილი, დავაკვირდეთ ბრძანებათა პანელს და მოვძებნოთ Data მონაცემები. დავაწყაპოთ. ამის შემდეგ გამოჩნდება მარცხენა მხარეს Get Data. აიღე მონაცემები. დავაწყაპებ და აქ არის ჩამოთვლილი სხვადასხვა ვარიანტი, საიდანაც შემიძლია მივიღო მონაცემები. მე ავირჩევ ფაილის სახით From File და დავაწყაპებ From PDF File. ანუ PDF ფაილი. ამის შემდეგ უკვე მაჩვენებს ჩემს კომპიუტერის მონაცემებს. გადავალ დესკტოპზე, მოვძებნი ჩემს ფაილს და მივუთითებ. და დავაწყაპებ Imports. როგორც ხედავთ, პროგრამამ დაიწყო მუშაობა, ანუ PDF ფაილიდან გადაყვანა Excel ფაილში. რადგან გვერდების რაოდენობა ძალიან დიდი იყო, ამიტომ ცოტა დრო დაგჭირდება. დაველოდოთ პროგრამის, ანუ კონვერტაციის დასრულებას. იმის გამო, რომ ჩვენი შერჩეული ფაილი არის ძალიან დიდი, მოდი იგივე პროცედურა გავიაროთ მცირე ზომის ფაილზე. თან გავიმეორებთ ამ პროცესს.
ანუ დავაწყაპოთ data-ს, მონაცემებს, შემდეგ მონაცემების მიღება რომელი ფაილიდან მოვახდინოთ, ავირჩიოთ მეორე ფაილი და როგორი ფაილიდან, PDF ფაილიდან. ჩვენი დესკტოპიდან შევარჩიოთ PDF ფაილი, მაგალითად აი ეს ფაილი და დაველოდოთ გარდაქმნას. სავარაუდოდ უფრო ნაკლები დრო დასჭირდება, რადგან მხოლოდ რამდენიმე გვერდია. თქვენ ხედავთ, რომ გამოიტანა სხვადასხვა ტიპის გვერდები, უკვე მოხდა PDF ფაილის კონვერტირება Excel ტიპის ფაილში და მოდით ახლა აქ სხვადასხვა ვარიანტი განვიხილოთ. ერთი არის ის შემთხვევა, რომ შეგვიძლია ცალ-ცალკე გვერდები განვიხილოთ, მაგალითად დავაწყაპოთ პირველს, სათაურები არ გჭირდება, უნდა შევარჩიოთ რომელი გვერდები გჭირდება, რომ გადავიტანოთ Excel ფაილის სახით. ეს ერთი ვარიანტი და მეორე ვარიანტი ჩვენ გვაქვს, რომ მოვნიშნოთ და ავირჩიოთ რომელი გვერდებიც გვინდა, რომ გადავიტანოთ ამ სახით. მოდით ყველას მოვნიშნავ და დავაწყაპებ ამის შემდეგ ჩამოტვირთვის ბრძანებას. თუ პირდაპირ ჩამოტვირთვა მინდა, უნდა დავაწყაპო ლუაც ჩამოტვირთვას და თუ მინდა კიდევ მონაცემების გარდაქმნა, მაშინ უნდა დავაწყაპო მონაცემთა გარდაქმნას. თუ ამას დავაწყაპებ, მაშინ შემეძლება შევიდე თვითონ ამ ცხრილში და მოვახდინო კორექტირებები მასში. მეუბნება გინდა თუ არა ცვლილებების შენახვა. ცვლილებების შენახვა თუ გვინდა დავაწყაპებთ keeps, თუ არა და გაუქმებას, უარყოფას. თუ ჩვენ გვინდა მხოლოდ ერთი გვერდის გადაყვანა, დავაწყაპებ ჩამოტვირთვას და როგორც ხედავთ, ჩვენი ცხრილი გადავიდა უკვე PDF ფაილიდან Excel ფაილში. ამის შემდეგ შემიძლია Excel ფაილი შევინახოთ დესკტოპზე. როგორც ნახეთ, საკმაოდ მარტივად მოვახდინეთ PDF ფაილის გადაქცევა Excel ფაილში. მადლობა ყურადღებისათვის, წარმატებებს გისურვებთ. როგორც გითხარით, საჭიროებიდან გამომდინარე ვწერ ვიდეოებს, თუ რამე საჭიროება გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დაწეროთ ვიდეოების ქვეშ. ამასთანავე სასურველი იქნება თუ გამოიწერთ ჩემს არხს, რადგან წვდომა მუდმივად გქონდეთ ჩემს მიერ დადებულ ახალ ვიდეოებზე, დაწერეთ კომენტარები, მოწონებები და გამოიყენეთ ჩემს მიერ შექმნილი ვიდეოები თქვენი მუშაობის გასაიოლებლად. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ყურადღებისათვის.